მხარდაჭერა პოლიტპატიმრებს ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე უკანონოდ დაკავებულების მშობლები და პოლიტიკოსები არიან შეკრებილები. პირველი სკოლის წინ ისინი რამდენიმე საათის განმავლობაში დარჩებიან და შეაგროვებენ წერილებს პოლიტიკური პატიმრებისთვის. თაკო მაისურაძე მუშაობს ადგილზე, ის გვეტყვის მეც ამ აქციის შესახებ. თაკო გისმენთ. ჩვენ ახლა ვიმყოფებით სწორედ იმ ადგილას, სადაც სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები, მათი მხარდამჭერები, პოლიტიკოსები მათთვის წერენ წერილებს. ეს წერილები არ არის მხოლოდ მათი ოჯახის წევრებისთვის, რუსული კანონის დროს დაკავებული ადამიანებისთვისაც წერენ ისინი წერილებს, ასევე პოლიტიკური პატიმრებისთვის, რომლებიც სხვადასხვა დროს დააკავეს. ჩვენ შეგვიძლია გავესაუბროთ მათ და ვკითხოთ ქალბატონო თეონა, რა არის ამ ყველაფრის მიზანი, როგორ ცდილობთ რომ ამით გამხნევოთ სინდისის პატიმრები, აქ არიან ოჯახის წევრები შეკრებილები, რა არის თქვენი მთავარი მესიჯი, ხო? სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები არ წყვეტენ ბრძოლას, პირიქით მეტი შემართებით იბრძვიან თავიანთი შვილების თავისუფლებისთვის, თავიანთი შვილების მართალი სიტყვის მოქალაქეებამდე მისატანად. დღევანდელი აქტივობა კი ემსახურება პატიმრების გამხნევებას. ჩვენი ვალი არის, რომ მათზე გამოვიჩინოთ ზრუნველობა, ჩვენი სიტყვით და საქმით გვერდში დავუდგეთ. ახლა ვიგზავნით წერილებს, რომელიც ამ ჩვენს გეგმებზე არის და ვითხოვთ მათგანაც უკუ კავშირს, რჩევებს, რომელსაც გავითვალისწინებთ და ძალიან ღირებული არის ზოგადად პატიმრებისთვის წერილების გაგზავნა და მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომ რაც შეიძლება მეტი წერილი მიწერონ სინდისის პატიმრებს. იეტერიშვილის დედასთან გადავალ ახლა კითხვით, სწორედ მის ანგარიშის სახელზე შეიქმნა ანგარიში, სადაც საზოგადოების წევრები რიცხავენ თანხას. ქალბატონო მარინა, საზოგადოების ჩართულობაზე რომ ვისაუბროთ, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის, როგორც სინდისის პატიმრის ოჯახის წევრისთვის საზოგადოების ჩართულობა. სწორედ იმას ვამბობდი, რომ თქვენს სახელზე არის გახსნილი ანგარიში და საზოგადოება ამით გეხმარებათ, რომ თქვენ მიაწვდინოთ ხმა თქვენ ოჯახის წევრებს. აი, რამდენად მნიშვნელოვანია ეს გვერდში დგომა. მოგესალმებით, რომ ნამდვილად ძალიან დიდი მიღწევა ეს ჩვენთვის, ვინც ჩვენ ესე მხარში დავიდგება, რომ ჩვენ სინდისის პატიმრებს ჩვენი მივაწვდინოთ ჩვენი ხმაც და ყველაფერი. მადლობას მოუხდით ყველა იმ მოქალაქეებს, ვინც რა არ აქვს მნიშვნელობა, ვინ რამდენს ჩარიცხავს, თავარია რომ ისინი ჩვენს გვერდით დგანან, ისინი ითვალისწინებენ ჩვენი შვილების მდგომარეობას და მადლობა სულ ყველას. და არ ვიცი, ვეცდებით, რომ ჩვენი შვილები ესეთ გაუტეხლები არიან, ვერაფრით ვერ გატეხა ამ რეჟიმმა და იმედია, რომ ბოლომდე ასე იქნებიან და ყველას მადლობას მოვხდით ამ თანადგომისთვის, რასაც საზოგადოება ეს ხალხი იღებს ჩვენი გულისთვის. დიდი მადლობა. ზვია ცეცხლაძის მამას გავესაუბრებით, ზურა ცეცხლაძეს. თქვენ ცხადია თქვენს შვილსაც წერთ წერილებს, თუმცა ყველა დანარჩენ პოლიტიკურად მოტივირებული ნიშნით დაკავებულ პატიმარს წერთ. აი, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ერთობა, რაც თქვენ გაქვთ სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებს, რომ არ გატყდეთ თქვათ ბრძოლაში და თქვენი ოჯახის წევრებიც გაამხნევოს. მოგახსენებთ, ძალიან მნიშვნელოვანი თემაა სწორედ ის, რომ ჩვენ ერთ გუნდად შეკრული ვართ პატიმრების ოჯახის წევრები და ბრძოლას ვაგრძელებთ, ბრძოლას უკომპრომისო ბრძოლას ვაგრძელებთ, ნებისმიერი სახის ვინძურ მეთოდებს იყენებენ ჩვენ წინააღმდეგ, მაგრამ ჩვენ მაინც არ ვნებდებით. ჩვენი ბრძოლა აუცილებლად გამარჯვებამდე უნდა იქნას მიყვანილი. ჩვენი სინდისის პატიმრები გვამაგრებენ გარეთ. ანალოგიურად ჩვენ მათ პოზიციებს ვამაგრებთ და ეს არის კამპანიის დაწყების ერთი მაგალითია. ჩვენ დავაანონსეთ, რომ ვაწარმოებთ კამპანიას, ვიბრძოლებთ ბოლომდე და ეს არის დასაწყისი. ჩვენ ამ წერილებით გავამხნევებთ პატიმრებს და შემდგომ სიტუაციის შესაბამისად მრავალფეროვან სხვა აქტივობებს დავგეგმავთ, რომელიც მიზნამდე მიგვიყვანს, რა თქმა უნდა და თავარი მაინც ის არის, რომ ნებისმიერი აქტივობა საჭიროებს დახმარებას საზოგადოების. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ საზოგადოება გვერდში დაგვიდგება და უფრო ქმედუნარიან, უფრო მნიშვნელოვან, უფრო წარმატებელ ღონისძიებებს დავგეგმავთ, რომელიც რა თქმა უნდა ბოლოს გამარჯვებამდე მიგვიყვანს. მე მინდა მოვიკითხო ყველა სინდისისა და პოლიტიკური პატიმარი, გამძლეობა მინდა ვუსურვო, არ დაჩოქება მინდა ვუსურვო და ბრძოლა მათ შიგნიდან ჩვენ გარედან ერთმანეთს მინდა შევავსოთ და გამარჯვებამდე მივიყვანოთ ეს ქვეყანა. სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები, როგორც გითხარით, ახლა შეკრებილები არიან რუსთაველის გამზირზე და მოუწოდებენ გამბვლელებსაც და ადამიანებს, რომლებიც ამას Facebook-ის საშუალებით ან ტელევიზიის საშუალებით ადევნებენ თვალს, რომ მოვიდნენ და მისწერონ პოლიტპატიმრებს წერილები, გაამხნევონ ისინი აპირებენ დღის ბოლოს ან ხვალ რომ წაიღონ პოსტაში ეს წერილები და შემდეგ გაიგზავნება სხვადასხვა პენტენციურ დაწესებულებაში.